ჰიდროელექტროსადგური ხობიორის მშენებლობას დღეს საფუძველი ჩაეყარა კაფსულა მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა ჩადეს. ხობიორი, რომელიც ორი ჰიდროელექტროსადგურისგან შედგება, საერთო სიმძლავრით 115 მეგავატი იქნება. ინვესტიციის თანხა კი 150 მილიონ ლარს მიაღწევს. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებისა და მშენებლობის ინტენსიური და შეუცვლელი პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ გქონდეს საკუთარი ენერგორესურსები. თანამედროვე რომ სოფლიოში ეკონომიკა პირდაპირ არის დამოკიდებული ენერგეტიკაზე. მთელ სოფლიოში მუდმივად იზრდება ენერგიაზე მოთხოვნა. ჩვენ ეს რესურსები უნდა გამოვიყენოთ. ამ რესურსებს ჩვენ ავიცვლებთ ბალანსის შენარჩუნებით. და იქნება შესაძლებლობა, რომ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარება უზრუნველყოთ. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის აშენება ნიშნავს, რა თქმა უნდა, მეტ სამუშაო ადგილს, ინფრასტრუქტურის მუდმივ განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ აშენდება ახალი გზა, ეს იქნება ასევე ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ადგილი. ეს პროექტი დაასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს. დაიხარჯება რამდენიმე მილიონი. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებით შევა რამოდენიმე მილიონი თანხა. მოსახლეობას გაუმჯობესდება საყოფაცხოვრებო პიროვნები, განვითარდება ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი შედგება ორი ჰიდროელექტროსადგურიდან. საერთო დადგმული სიმძლავრე იქნება 115 მეგავატი. დაახლოებით ინვესტიცია არის გათვალისწინებული 150 მილიონის ფარგლებში. და რაც მთავარი არის, სადღეღამისო რეგულირებაზე იქნება ორიენტირებული ეს სქესი, რაც მოგცემს საშუალებას ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისას.